სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე, ათურთვას ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვაც ძალიან აქტუალურია და ძალიან ესენციური. ალბათ საზეპიროც კი ის დოქტრინები, რომელსაც ახლა თქვენ მოისმენთ, როცა ხდება ეკლესიის შერჩევა. როცა ადამიანი ეძებს ეკლესიას, ძალიან ბევრი ეკლესიებია ამერიკაში იცით, სხვადასხვა დენომინაციები, სხვადასხვა მიმდინარეობები და რა უნდა იქნას გათვალისწინებული. ჩემს რაიონში ვერ პოულობ ეკლესიის, რომელიც ზუსტად ისეთივე რწმენას იზიარებს, როგორც გრეისის სათემო ეკლესია. რომელი დოქტრინები მიგაშენთ ეკლესიაში აუცილებლად საძებნელად. ეს ჩარლზისგანაა, ჩარლზი იმაშუება ამ კითხვას. ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ როგორც მრავალფეროვნებაა დასავლეთში, საქართველოში ახლა არ არის ესეთი მრავალფეროვნება, ახლა იწყება ვიღაცე, მაგრამ იქ თითქმის განშტოებები პროტესტანტული ჩათვალეთ ეს მართლმადიდებლობის განშტოებებია და არ მოტყუდეთ მანდა რომ რაღაცა განსხვავებულს მიიღეს ვიღაცა. არა. და რაც შეეხება აქეთ ამერიკაში, ხომ, უკვე რთულია მართლა გაარკვიო თუ რომელია სწორი და ჯონ მაკარტური ნახოთ როგორ რჩევას აძლევს. პირველი წინადადება. გადმოდით სამხრეთ კალიფორნიაში, მოგბრძანდით გრეის სათემოს ეკლესიაში. ჩვენ ძალიან გვინდა თქვენი ხილვა და ძალიან გვინდა რომ ჩვენთან მოხვიდეთ. მაგრამ თუ სხვა ეკლესიას ეძებთ, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, რომელი დოქტრინები გჭირდებათ, რომ იყოს აუცილებელი იქ. ეს ძალიან კარგი კითხვაა ჩარლზ, რადგან არსებობს ზოგიერთი დოქტრინა, რომელიც არის აუცილებელი, თუ გსურთ რომ მიიღოთ ღვთაებრივი გამოცხადების სრული სპექტრი. და ღვთაებრივი კურთხევის სრული სპექტრი ნაწილდება ყველა ღვთაებრივ ჭეშმარიტებაში, მაგრამ არსებობს ზოგიერთი დოქტრინა, რომელიც არ არის აუცილებელი სულის ხსნისათვის. და ერთ-ერთი მათგანი, მაგალითად, შეიძლება იყოს ნათლობის ფორმა. ზოგი მაგალითად ნათლობას აკეთებს, რომ მისხურებაა წყლის, ზოგი თავზე გადმოღვრის, ზოგი კი ჩვენსავით თლიანად წყალში ჩაძირვა ჩაყურღუმალავებაა. და ეს, უნდა ვთქვა, არ არის ხსნის საკითხი ბიბლიური თვალსაზრისით. მაგრამ არსებობს გარკვეული დოქტრინები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ეკლესიის მართვის თვალსაზრისით. არსებობს სხვადასხვა შეხედულება იმის შესახებ, როგორ უნდა იყოს ეკლესია სტრუქტურირებული. არიან ადამიანები, რომლებიც სულ ენიჭებსა და მათ ფუნქციონირებაზე განსხვავებულს გამოთქვამენ. ესენი ხსნისთვის აუცილებელი არ არის. მაგრამ როდესაც არსებით დოქტრინაზე ფიქრობთ, პირველი თავში რაც მოდის და მამოძრავებელ ძალაზე ფიქრობთ, ხო? რა არის ეს? მოდით შევაჯამოთ, პირველი არის წმინდა წერილის ავტორიტეტის დაწყება. წმინდა წერილის ავტორიტეტი აბსოლუტურად აუცილებელი დოქტრინაა, რადგან თუ არ გჯერათ წმინდა წერილის ავტორიტეტის, მაშინ არ იცით, რომ შეგიძლიათ ენდოთ იმას, რასაც ის ამბობს. და ამის შემდეგ უკვე ყველაფერი დაკარგულია. ამიტომ ყველა დოქტრინიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა და ის აბსოლუტურად ავტორიტეტული და უცდომელია. ასე რომ აქედან იწყება იმის დაჯერება, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა და მხოლოდ ბიბლია ღვთის გამოცხადებული სიტყვა. ეს არის ნომერ პირველი. ახლა თუ დაფიქრდებით, ეს არის ზუსტად ის დოქტრინა, რომელიც ყველაზე მეტად არის თავდასხმის ქვეშ ამ საზოგადოებაში, რადგან ტერმა ეს იცის. სატანამ ეს იცის, რომ თუ თქვენ შეძლებთ შეურყიოთ ადამიანებს ნდობა ღვთის სიტყვის მიმართ, ამის მერე ყველაფერი დაკარგულია და ის იმარჯვებს. სწორედ ეს გააკეთა სატანამ ბახში. ასე არ არის, როდესაც ევამ თქვა, ღმერთმა ეს თქვა და ის თქვა, გახსოვთ ევამ რა უთხრა. ეშმაკი აიუნება, ნუ თუ ღმერთმა მართლა ესა თქვა, არა, ღმერთს სიმართლე არ უთქვია, თქვენ არ მოკვდებით. და მან დაიჯერა ტყუილი და მთელი კაცობრიობა ცოდვაში გაღწრინებაში ჩააგდო. ამგვარად ყველაფერი იწყება წმინდა წერილის ავტორიტეტის შერყევით და რწმენით. იქიდან თქვენ უყურებთ უკვე წმინდა წერილს და ფიქრობთ, რა არის წმინდა წერილში არსებითი დოქტრინები. ესე იგი, პირველი ვიწყებთ წმინდა წერილით და მერე რა არის შემდეგი პირველი. ეს არის ღმერთის ღვთიური ბუნება. ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი ამბობს, ვინც მასთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს. სხვა სიტყვებით რომ თქვა, თქვენ ღმერთთან მიდიხართ მხოლოდ მაშინ, როდესაც მიდიხართ ღმერთთან, რომელიც არის რეალური და ცოცხალი ღმერთი. ამიტომ თქვენ უნდა გქონდეთ ის, რასაც ნამდვილ თეოლოგიას უწოდებენ. თეოლოგიის შესწავლას ჩვენ ვიწყებთ ბიბლიოლოგიის კატეგორიით, ბიბლია პირველია, შემდეგ გადავდივართ ნამდვილ თეოლოგიაზე, რომელიც ღვთის ბუნების შესწავლაა. ეს არის ჭეშმარიტების მეორე ძალიან მნიშვნელოვანი
კარდინალური კატეგორია. ასე რომ თუ მაგალითად უარყოფთ სამებას, თქვენ გამოიგონეთ უკვე ღმერთი, რომელიც ერთია და ეს არ არის ჭეშმარიტი ღმერთი. თქვენ მას ღმერთს უწოდებთ, მაგრამ თაყვანისცემთ სატანას და დემონებს. ცრუ ღმერთების სიბნელი სამეფოს ნაზავია. ამიტომ თქვენ უნდა მიხვიდეთ ჭეშმარიტ ღმერთთან, რომელიც არის მამა, ძე და სულიწმინდა, სამება, ერთი ბუნებით, სამი პიროვნებით. ღმერთი, რომელიც გამოცხადებულია წმინდა წერილში, ჭეშმარიტი ღმერთი. შემდეგ ჭეშმარიტი ღმერთის გასაგებად, თქვენ უნდა გაიგოთ მამის როლი, როგორც შემოქმედის, სიცოცხლის მომცემის, ძის როლი, როგორც გამომსხიდველის და სულიწმინდის როლი, როგორც ხსნის ძალისა და განწმენდის ძალა. ასე რომ ღმერთი სამისეული, სამებისეული გაგება. შემდეგ თქვენ მიდიხართ ქრისტესთან. რას ფიქრობთ ქრისტეს შესახებ? რომ ის ქალწულისაგან არის დაბადებული, რომ ის არის ღმერთი და კაცი. ის არის სრული ღმერთი, სრული ადამიანი, ჭეშმარიტი ღმერთი, ჭეშმარიტი ადამიანი. ეს არის ის, ვინც აცხადებდა რომ იყო, რომ ის უცოდველი ცხოვრებით ცხოვრობდა, რომ ის შემცვლელი სიკვდილით გარდაიცვალა. ჩამნაცვლებელი იგივე შეიძლება თქოს, რომ ის მკვდრეთით აღდგა და ეს იყო მამა, რომელიც ადასტურებდა თავის ხალხს ძე, რომელშიც ის კმაყოფილი იყო. მის მიერ ჩვენი გამოსხივების განხორციელების დადასტურება არის მამის მიერ მის მკვდრეთით აღდგომა, რომ ის ამაღლდა ზეცად, რომ ის მეფობს და კვლავ დაბრუნდება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის იმის რწმენა, რომ ხსნა მოდის მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს რწმენით მადლის მეშვეობით და არა ადამიანური საქმეებით. ამიტომ როდესაც საუბრობთ ხსნის მამოძრავებელ ძალაზე, ვამბობ, რომ თქვენ უნდა დაიწყოთ ბიბლიით, წმინდა წერილის ჭეშმარიტი გაგებით. მერე ღმერთის სამების ჭეშმარიტი გაგებით, ქრისტეს ჭეშმარიტი გაგებით, მისი სრულყოფილებით, მისი სრულყოფილი ცხოვრებით, მისი ჩამნაცვლებელი სიკვდილით, მისი ხორციელი აღდგომით, მისი ამაღლებით, მისი დაბრუნებით. რომ ხსნა მოდის მასში რწმენით. ეს არის კატეგორია, რომელშიც ჩვენი აზრით აბსოლუტურად ეს აუცილებელი დოქტრინაა. მადლობა მოსმენისათვის.